მოგესალმებით ბათუმიდან. და თავშივე მინდა დავიწყო იმ ტრაგედიით, რომელიც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში არნებულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის დღეს შეზრული ამ ტრაგედიით, რომელიც თავს გვახვევია და მინდა ვისაგებო შესაძლებლობით და მიუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, მიუსამძიმრო მთელ საქართველოს იმის გამო რა ტრაგედიაც ყოველდღიურობად გვექცა დღეს ჩვენ. ამავე დროს არ შემიძლია არ თქვა ის ასაც ბრძნო. არ არის ეს ჩემს ბუნებაში ხშირად არ გამოვირჩევი ამ ეპიტეტებით, მაგრამ ჩემი აზრით სიმართლე უნდა ითქვას. ჩვენ ყავს კვლელი მთავრობა. დიახაც, ენის მოშლექვის დრო აღარ არის და მეტიც. ადამიანების გადარჩენის გზა გადის სიმართლეზე საუბარში. ჩემის ღრმა რწმენით სიმართლის დანახვაში და აღიარებაში არის გამოსავალი. სიმართლის დანახვას და აღიარებას შესწევს მხოლოდ და მხოლოდ გადაარჩინოს ის ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია და ეს არის სიცოცხლე. და სწორედ ამიტომაც მე პირადად გადავწყვიტე, რომ ენა აღარ მოვიჩრიკო. დიახაც, როდესაც ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ მოქმედებდეს, სწორად მოქმედებდეს, რაღაცას აკეთებდეს, 24 საათის განმავლობაში დადის და მხოლოდ და მხოლოდ ლანძღავს, თხათხავს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობაშია დღეს ქვეყანაში და არც ერთი სიტყვა გამოსავალზე თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფალმა იმისათვის, რომ 70, 80 ადამიანი არ იღუპებოდეს ქვეყანაში. არაფერი მსგავსი და ცდილობს, უტიფრად ცდილობს, რომ მათი დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად ათეულობით ადამიანი რო გვეღუპება დღეს საქართველოში უბედურ შემთხვევებად გაასაღოს. დიახაც, რას ვგულისხმობ მაშინ, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ მთავრობა არის მკვლელი, ახსნი ორი სიტყვით. დიახაც, დანაშაული არის, როდესაც ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ მოახერხა ელემენტარული ის, რაც მოახერხა ყველგან, ყველა პრაქტიკულად თითქმის 200-მდე სახელმწიფოში მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვერ მოახერხეთ. ვერ მოახერხეთ ტესტირება, ვერ მოახერხეთ ვაქცინაციის თავის დროზე დაწყება ქვეყანაში. ვერ მოახერხეთ ამის შემდეგ ვაქცინაციის კამპანიის წარმოება. ვერაფერი მსგავსი ვერ მოახერხეთ. და რა არის ეს თუ არა მკვლელობა? მკვლელობა არა მხოლოდ მაშინ სახეზე, როდესაც შენ იარაღს ზურგს უკანან ნებისმიერი კუთხიდან გესვიან და ასე მოკლავენ. ადამიანთა პირდაწრე ხელისუფლებაში მოკალათებულები არიან პასუხისგებელნი. იყვნენ პასუხისგებელნი, რომ ეზრუნათ ყველაზე ძვირფასზე ქართველების და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეზე. ეს მათ არ გააკეთეს და მეტიც კიდევ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. მძიმე დანაშაული, რომელიც გამოიხატება მანიპულაციაში ამ უმძიმესი პანდემიისა და კოვიდ ვითარება პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანებისთვის გამოიყენეს. ის ყველა ადამიანი, ვინც კი სარგებლობდა რაიმე სახით დობით მაინც საქართველოში, რამდენიმე ადამიანი, იქნება ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ცერცვაძე თუ ბატონი იმნაძე, მიჭის ამაზე საუბარი, მაგრამ აკი ზემოთ აღნიშნეს სიმართლის თქმის დროა და ენის მოშლექვის დრო აღარ არის. პარტიულ ღონისძიებებზე ატარეს. იქ სადაც ქართული ოცნების პარტიული დროშა ფრიალებდა, ყველგან იყავდა და შარშან საარჩევნო კამპანია ამ ადამიანებს ჩაატარებიეს. ამ ადამიანებს ამოეფარნენ. სხვა საკითხია, რამდენად არ ქონდათ ამ ადამიანებს სურვილი ესეკეთებიათ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. შედეგად მივიღეთ რა, არავინ არ არის ხელისუფლებაში შესაბამისი დობით აღჭურვილი, რომ საქართველოს ერთმა მოქალაქემ მაინც დაუჯეროს. ხეხეს ასფალტები
ხვნილებით კლიპებს იღებდნენ და გვატყვილებდნენ და გვეუბნებოდნენ. მთელი სოფლიო არის აღტოვანებული. არ ვიცი, ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან რეკავენ და გვეუბნებიან, რას აკეთებთ იქ თქვენ ქართული ოცნება რო ქვიათ ხელისუფლების სახითო, ჩვენს გვასწავლეთო და ესე ჩაახრიალეს მთელი საარჩევნო კამპანია. და ყველაზე მძიმე დანაშაული კიდევ ჩაიდინეს წელს, როდესაც პიგზე იყო მართლა ვითარება გამწვავებული და მაშინ შეამსუბუქეს და მოხსნეს დაწესებული რეგულაციები. არადა როცა ამის საჭიროება უკვე აღარ იყო პირიქით. მაგრამ თავში რა გააკეთეს, როცა იმის საჭიროება არ იყო, რომ დაეწესებიათ უმკაცრესი შეზღუდვები და ამით ეკონომიკა არ გაენადგურებიათ შარშად. მაშინ დააწესეს და ახლა მოხსნეს რეგულაციები და არავის მათი აღარ ჯერა. არც ერთი საქართველოს მოქალაქის მათი აღარ ჯერა და შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ძალიან სამწუხარო მოცემულობაა უმძიმესი. სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის გონიერებაში ქართული საზოგადოების. დიახაც, სულ ცოტა ხანში 2 ოქტომბერს რეფერენდუმში არის გამოსავალი. რეფერენდუმშია გამოსავალი, რომ სწრაფადვე ეს ადამიანები ჩანაცვლნენ კოალიციური მთავრობით, რომლებიც იზრუნებენ ახალი გუნდის ფარგლებში ადამიანები, კომპეტენტური, პროფესიონალი, კვალიფიციური ადამიანები იზრუნებენ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე და შემდეგ განავითარებენ სხვადასხვა პროექტებს, სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულს. ამაზე ცხადი არჩევანი საქართველოს მოქალაქის წინაშე ხელისგუზე არასოდეს არ ყოფილა. ან კვლელი მთავრობა უპასუხისმგებლო, რომელიც ზუსტად ისე მართავდა კოვიდ ვითარებას, როგორც მართავდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს უსინდუსობით, უვიცობით და წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობით ქართველი ერის წინაშე. განამეტი რა გჭირდება დავინახოთ, სად არის შავი და სად არის თეთრი. ან რატომ აქვს ვინმეს იმისი ამბიცია, რომ შეიძლება ერთჩვენიერ დღეს საქართველოში ერთი მოქალაქე მაინც იყოს ბედნიერი, ან რატომ არ უნდა უჭირდეს, ან რატომ არ უნდა გვეღუპებოდეს ადამიანები, ან რატომ არ უნდა იყოს ყველა საზოგადოებაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავს, წარმოუდგენელი საარაკო, უვიცი ბოროტების განსახიერება და უციგნური ადამიანი. ამ გუნდის პირობებში რატო შეიძლება ქვეყანაში ბავშვი ბედნიერად გვეზრდებოდეს ოჯახებში და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს. ამაზე დავფიქრეთ, ჩემო მეგობრებო. და ნათელი მკაფიო გამოსავალი არის ის, რაც შეძლეს ოპოზიციურმა ძალებმა ბათუმში. ბათუმის ოპოზიციური დემოკრატიული ძალები გაერთიანდნენ ამ სივერაგის წინააღმდეგ. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს და 2 ოქტომბერს ისევე როგორც არაერთხელ ბათუმს გაუძლიერებია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ზურგი, გაუძლიერებია საქართველოს როგორც სახელმწიფო, თუნდაც 2004 წელს და მას შემდეგ ვითარდებოდა წარმატების სიმბოლოთიცა ბათუმი ფერფლიდან აღდგა ბათუმი და 2 ოქტომბრის შემდეგ ბათუმმა უნდა გააგრძელოს ის განვითარება. განაძვირფასო ბათუმელებო, საქართველოს მოქალაქეებო, ვინც ხშირად სტუმრობთ ბათუმს, არ გახსოვთ ის გრძნობა, რომელიც უკავშირდება მშენებლობას, ამშენებლობას, 100,000-ობით ტურისტების შემოდინებას, განკარგვადი შემოსავლის ზრდას თითოეული ოჯახისთვის. აი ეს სიხარულის განცდა, რომ გუშინ წინ არაფერი კეთდებოდა და 3 და 4 დღეში ყველაფერი თვისობრივად რო შეიცვალა. ხომ გვახსოვს, თუ არ გვახსოვს, გავიხსენოთ და მივხვდებით კარგად რაზე გვიწევს საუბარი. იქ სადაც ჩვენი პარტია, ნაციონალური მოძრაობა, ხალხს ესაუბრება, ყველგან არის გაკეთებული საქმე. გაიხედავ მარცხნივ, გაიხედავ მარჯვნივ. წინ თუ უკან, ყველგან არის ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული საქმე. ამიტომ ადვილია ჩვენთვის საუბარი ამ მშენებლობაზე. ამის გამოცდილება თითოეულმა
თქვენგანმა მიიღო. ვინც აქ არის ახლა ძვირფასი საზოგადოება ბათუმში, ბულვარში და ვინც ვიყურებს. ამიტომ ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონეთ. ეს შეგვიძლია და სულ რაღაც თქვენ ნახევარში შეგვიძლია დავიწყოთ რეფერენდუმში ბოროტების დამარცხებით და კეთილი დემოკრატიული ძალების მოყვანით ხელისუფლებაში და მე მიხარია რომ კიდევ ერთხელ მაქვს პატივი წარმატგინო მაყურებლის წინაშე თქვენს წინაშე არაჩვეულებრივი ბათუმელი ადამიანი ძალიან პროფესიონალი და ერთგული და საქმის მოყვარული და მცოდნე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აკლია ჩვენ ქვეყანას ახლა. გიორგი კიტაძე, გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატი, რომლის პირობებში და ხელში ბათუმი კიდევ უფრო უკეთესი გახდება, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს წარმოგვიდგენია საუკეთესო სურვილებში და სიზმრებშიც კი. მის გუნდთან ერთად და მის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის იმ ღირსეულ დეპუტატებთან ერთად, რომლებიც იბრძოლებენ საკრებულოებში, რომლებიც იბრძოლებენ ახლა მაჟორიტარულ ოლქებში და რომელთაც თავად გიორგი კიტაძე წარმოგიდგენთ თქვენ და ფართო საზოგადოებას. წარმატებები გიორგი კიტაძე და ბრძოლა გამარჯვებამდე. ხახო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის ღირსების რეფერენდუმი. და ორი სიტყვით ვიტყვი და დავასრულებ. ყველაფერზე თითქმის 2-3 სიტყვით მოვახერხე საუბარი ამ მოკლე დროში, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დაგვაყენა ოლიგარქმა. ან დასავლეთი, ან განვითარება, ან ცივილიზაცია, პროგრესი, ან პუტინის რუსეთი. ეს გვახსოვდეს 2 ოქტომბერს. ეს გვახსოვდეს რა გამოწვევის წინაშე დგავართ და რა გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. წარმატებები ბათუმს, აჭარას, გიორგი კიტაძეს, მის გუნდს, მის მეგობრებს და მთელ საქართველოს. დიდი მადლობა.